სულიერი ბრძოლა დასავლეთისკენ მოიწევს, ხოლო მტრებად იქცნენ ვოუქიზმი და მარქსიზმი, რომლებიც ისლამიზმთან ერთად ერთიანდებიან, რათა შეუტიონ იმას, რასაც ჩვენ ამერიკული ცხოვრების წესს ვეძახით. და ამერიკული ცხოვრების წესი ძალიან მარტივია. სურს მქონდეს შესაძლებლობა დავქორწინდე, შევიძინო სახლი, მყავდეს შვილები, მივცე მათ უფლება იარონ ველოსიპედით მზის ჩასვლამდე, გავაგზავნო ისინი კარგ სკოლაში. მინდა რომ ჩემი საცხოვრებელი გარემო გამოირჩეოდეს დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით და ჩემს შვილს სკოლაში არ ასწავლიდნენ ჰომოსექსუალურ თუ ტრანსგენდერულ ნაგავს. ხოლო ამასთანავე ვერ უწევდეს დღეში 5-ჯერ მუსლიმური ლოცვის მოსმენა. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს ამერიკული ცხოვრების წესი, რომელიც სხვათა შორის ქრისტიანობაზე დგას. ქრისტიანებმა თავიანთი მსხვერპლით, თავიანთი შრომით, თავიანთი ხედვით, წმინდა წერილის სწავლებით მოგვცეს დასავლური ცივილიზაცია. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის დიდი შეკრებისა და ბრძოლის ადგილი. არ აქვს მნიშვნელობა ლათინოსი ხარ, აზიელი, შავი თუ თეთრი. თუ შენ ხარ ქრისტიანი და იესო ქრისტე არის შენი უფალი და მაცხოვარი. ეს ორი საფრთხე ერთიანდება ჩვენზე თავდამსხმელად და დადგა დრო, რომ ეკლესია წამოიმართოს და ამის წინააღმდეგ გაილაშქროს.